რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთხელ ორგანიზაციების დაშინება, განსაკუთრებით თავისუფალი მედიის და თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა არის კიდევ ერთხელ და ცდილობენ რომ ორგანიზაციები ისევ და ისევ დააშინონ, რომ აღარ გაბედონ საქმიანობის გაგრძელება, სრულად ჩაიქნიონ ხელი მედია საშუალებებმაც კრიტიკული საკითხების გაშუქების შესახებ. ასე აფასებს ქართული მედია ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ჩიფჩიური რაჟდენ კუპრაშვილის ხელით დაწყებულ რეპრესიებს. ამჯერად რეგიონებში გრანტების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ორგანიზაციებს თხოვს, მათ შორისაა ქართული მედია ჯგუფი. კუპრაშვილის ორგანიზაციას აინტერესებს, ვინ რამდენი ფული მიიღოთ 16 აპრილიდან დღემდე, თუმცა ვერ ასაბუთებს რეპრესიული კანონის, რომელ მუხლს ეყრდნობა მათი მოთხოვნა. მედია ჯგუფმაც მიიღო რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროსგან წერილი, ისე როგორც სხვა ათობით ორგანიზაციამ, სადაც ითხოვს სხვადასხვა სახის დოკუმენტაციას, მათ შორის პირად ინფორმაციასაც ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით და არის მითითებული ამ წერილში, რომ დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე აწარმოებს ჩვენი ორგანიზაციის მიმართ მონიტორინგს, თუმცა ჩვენთვის ბუნდოვანი არის ჯერ ერთი ის, რომ რა იგულისხმება ამ დასაბუთებულ ვარაუდში, მეორეც არანაირი მუხლი არ არის მოყვანილი წერილში თუ რის საფუძველზე დაინტერესდნენ და აწარმოებენ მონიტორინგს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და რაჟდენ კუპრაშვილს აქედანაც მინდა მივმართო და უთხრა, რომ თუ მაინც და მაინც ამ საქმით არის გატაცებული და დაინტერესებული, რომ აწარმოოს რაღაცა კვლევა და მონიტორინგი, ვურჩევ მეტალაბჯიზე მოძებნოს მასალა სათაურით შავი ფულის სამოთხე და იქ ძალიან ბევრ საინტერესო მასალას ნახავს, ფაქტებით გამყარებულს. ბიძინა ივანიშვილის ოფშორებში გადამალულ კომპანიებთან დაკავშირებით 1500-მდე კომპანიის ერთ მისამართზე რეგისტრაციის შესახებ და იმ კორუფციულ სქემაზე, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო შედეგებამდე მიიყვანს, თუ კი მართლა მონიტორინგით და კორუფციული სქემების გამოვლენით არის დაინტერესებული ეს ბიურო. ანტიკორუფციულმა ბიურომ მსგავსი წერილები მიწერა სხვა მედია ორგანიზაციებსაც და იმ არასამთავრობოებს, რომელიც ქართული ოცნებისთვის მიუღებელია.